ტალიავილის დასკვნის გამოყენება იმის გასამართლებლად, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება არის კომპეტენტური და სწორი და მისაღები, არის ძალიან უცნაური, იმიტომ რომ ტალიავილის დასკვნა ვინც არ იცით, შეგახსენებთ, რომ შეეხება აგვისტოს ომს, სადაც ტალიავინი ამტყუნებს ქართულ მხარეს. ეს ხდება ნაციონალური მოძრაობის პერიოდში, მალევე რამდენიმე დღეშივე იწყება ეგრეთ წოდებული გამოძიება, რომელიც საერთოდ არანაირ საფუძველს არ იმყარება და როგორც ვიცით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ახასიათებდათ აფექტურ მდგომარეობაში რაღაც წარმოუდგენელი განცხადებების გაკეთება, მათ შორის ქართული მხარის დამაზიანებელი განცხადებები. არ ვიცი, ეს არაკომპეტენტურად ხდებოდა თუ განზრახ ხდებოდა, ეს ამას ისტორია გამოაჩენს, მაგრამ ქართული ოცნების მხრიდან ბოლო წლებში გაკეთებული განცხადებები, რომელიც ასე ვთქვათ, თითქოს ამართლებს ნაწილობრივ ტალიავილის დასკვნას, არის სრულიად წარმოუდგენელი, სრული ნანსენსი და ეს არის უბრალოდ პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის. ახლა ვიგეთყვით რატომაც ტალიავილის დასკვნა, რომელიც ამტყუნებდა ქართულ მხარეს მისი გაბათილება და პირიქით ქართული მხარის გამართლება საერთაშორისო სასამართლოში, როგორც სტრასბურგში, ასევე ICC-ში, ანუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოახდინა სწორედ ქართულმა ოცნებამ. ანუ ქართული მხარის სიმართლის დამტკიცება მოახდინა აგვისტოს ომში, სწორედ ქართული ოცნების პირობებში მოხდა და ამიტომ არის წარმოუდგენელი პარადოქსი. ძალიან სასიამოვნოა, რომ მოახერხა ქართულმა ოცნებამ ქართული მხარის გამართლება აგვისტოს ომში, მაგრამ მიუღებელია მათი პოლიტიკური ბრძოლის ფარგლებში ისეთი განცხადებების გაკეთება, რომელიც რეალურად აზიანებს ქართულ მხარეს. მე ვერ გავამართლებ ვერცერთ პოლიტიკურ ძალას, მიუხედავად იმისა, მათ რაიმე სწორი ამ მიმართულებით წარსულში და თუნდაც მომავალში გააკეთებენ თუ არა კონკრეტულ განცხადებაზე, ყველა ადამიანს აქვს გამოთქვა საკუთარი უფლება, არის სწორი, არის დამაზიანებელი, არის ნეიტრალური თუ რა. შესაბამისად, აღნიშნული ნარატივი, რომელიც აზიანებს ნაციონალურ მოძრაობას, თითქოს ერთი შეხედვით, რომ თითქოს ქართულ მხარესაც მიუძღვის ბრალი აგვისტოს ომში, აზიანებს არა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას, არამედ აზიანებს მასშტაბურად ქართული მხარის ინტერესს. შესაბამისად, კობახიძის მიერ არჩეული ნარატივი, რომელიც გამოიხმარება ხოლმე და გამოუვარდება ხოლმე ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს და მის წარმომადგენლებს და თითქოს მათ აზიანებს, რეალურად ეს ნარატივი აზიანებს პირველ რიგში ქართულ მხარეს. შესაბამისად, ჯობია რომ ამ საკითხებზე უფრო კომპეტენტურად ვიმსჯელოთ, როგორც ჩანს ქართულ პოლიტიკოსებს არ აქვს საკმარისი კომპეტენტურობა, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საჯარო განცხადებებში ორი სიტყვა წესიერად გადააბან. ნახეთ ბოლო ორ დღეში თუ ბოლო ერთ კვირაში იქ ბარამიძის გაკეთებული განცხადებები, აქ ირაკლი კობახიძის გაკეთებული განცხადებები და მე უბრალოდ მოვუწოდებ ამ პოლიტიკოსებს, რომ ერთმანეთის პიროვნულ და ვიწრო პოლიტიკურ ინტერესების გამო არ გააკეთონ ისეთი როგორ შევარჩიოს სწორი განცხადებები, სულელური განცხადებები, რომელიც აზიანებს არა კონკრეტულ ინდივიდებს, რომელი პოლიტიკური მხარის წარმოადგენლებს, არამედ ქვეყნის საერთო ინტერესს. არ ვიცი, რატომ არის ასეთი მიუღებელი და რთული.